და გესაუბროთ ბანკზე, რომელიც არის ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც ქართულ ანგარიშებთან ერთად ევროპული ანგარიშების გახსნის შესაძლებლობას იძლევა. ვისთვის არის ამ ბანკის მომსახურება? ხელმისაწვდომი რა პროდუქტებს გვთავაზობს ქართველ მომხმარებლებს და როგორ უნდა გამოვიყენოთ პეისერა ბანკის სერვისები ჩვენი სტუმრისგან. პეისერა ბანკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილისგან გავიგებთ ახლა, რომელსაც მივესალმები. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და სტუმრობისთვის. მე დავიწყოთ საუბარი და დავიწყოთ ალბათ თავდაპირველად მოკლე ექსკურსით, რომ გვითხრათ და განგვიმარტოთ, რა იყო საქართველოში პირველი ციფრული პეისერა ბანკის შექმნის мотиваცია და ასევე ვის მიუძღვის წვლილი მის შექმნაში. აი ამით რომ დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა პოლიტიკა, რომელიც ეძღვნებოდა ციფრული ბანკების ლიცენზირებას და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი დიდი мотиваცია ჩვენთვის და შემდგომში უკვე იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ჩვენ შემოგვიერთდა, რომ აღნიშნული საქმიანობა წამოგვეწყო. ამ პოლიტიკის მიხედვით, ლიცენზირების პრინციპის მიხედვით, ორი რაღაცა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, რომ ინიციატორს ქვეყანაში რეალური ინოვაციები უნდა მოეტანა და უნდა მოეტანა საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. ეს იყო ერთი და მეორე, ამ ინოვაციების მოტანის კვალდაკვალ ის იღებდა შესაძლებლობას, რომ ის საბანკო საქმიანობა დაეწყო გაცილებით უფრო ნაკლები საზედამხედველო კაპიტალით, ვიდრე ეს არის ჩვეულებრივ შემთხვევაში. სწორედ ეს იყო мотиваცია, პირველი мотиваცია, რითიც ჩვენ ასე ვთქვათ, ამ საქმიანობას შევუდექით. 2022 წელს ჩვენ გავხდით პირველი დამოუკიდებელი ციფრული ბანკი, რომელმაც საბანკო ლიცენზია მოიპოვა, თავისი შინაარსით ეს ლიცენზია არის ჩვეულებრივი კომერციული ბანკის ლიცენზია და დღეს ჩვენ უკვე როგორც კომერციული ბანკი ისე მოქმედებთ საქართველოს ბაზარზე. ძალიან კარგი. ესეთ რომ ძალიან მომხმარებელია ხოლმე, როდესაც ექსკლუზიური პროდუქტია ბანკს მომხმარებლისთვის და ამ შემთხვევაში ქართულ მომხმარებელს რა ექსკლუზიური პროდუქტი შეიძლება რომ ვისარგებლოთ, რო გითხრათ. როგორც მოგახსენეთ, თვითონ ლიცენზირების პრინციპი ითვალისწინებს იმას, რომ გამცხადებელმა და ინიციატორმა უნდა ინოვაცია და რეალური ბენეფიტი მოუტანოს ქართულ საზოგადოებას. და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ინოვაცია, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ, არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი დღეს საქართველოს ბაზარზე, რომელიც თავის მომხმარებელს უხსნის არა მარტო ქართულ საბანკო ანგარიშს, არამედ ევროპულ საბანკო ანგარიშსაც. ჩვენმა საზოგადოებამ საბანკო ანგარიშის მოკლე აბრივიატურაც იცის, ჩვენ მას IBAN-ს ვეძახით და სწორედ ეს არის ყველა ჩვენთაგანი ვხმარობთ საბანკო აპლიკაციებს და იქ თუ ჩავხედავთ, ჩვენი საბანკო ანგარიში იწყება G-ით, რაც საქართველოს აღნიშნულია, სწორედ ერთ ესეთ ანგარიშს, ან ბევრ ესეთ ანგარიშს ვაძლევთ ჩვენ მომხმარებელს და მეორეს ვაძლევთ კიდე ანგარიშს, რომელიც იწყება LTT, რომელიც არის ლითვენიას აღნიშნული, იმიტომ რომ ჩვენი დაკომპანია სწორედ იქიდან არის და რეალურად ამ ანგარიშებს ვახერხებთ და ვაძლევთ ჩვენს მომხმარებელს. ეხლა თვითონ შინაარსი რა არის, შეიძლება ანგარიში მისცე და არც არაფერი არ მოხდეს, ხო? კარგი არის ის, რომ ამ ანგარიშებით საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები პრაქტიკულად სარგებლობენ ევროპული ანგარიშტორების სისტემით, ზუსტად ისევე როგორც ქართული ანგარიშტორების სისტემით. ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ ბარიერები არ იქნება ამ შემთხვევაში. ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ანგარიშწორება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის გავლით, ხო, ლარში და ეს არის საქართველოს ანგარიშწორების სისტემა. ევროპაშიც ხდება ეს ევროპის ცენტრალური ბანკების მეშვეობით და სწორედ ევროპის ცენტრალური ბანკების გაერთიანებას ქვია SEPA, ალბათ ეს აბრივიატურაც ჩვენი მოქალაქეებისათვის უკვე ცნობილია, ეს არის Single European Payment Area, სადაც ჩვენი IBAN-იც არის ჩართული და შესაბამისად მე შემიძლია ევროპელს გადაურიცხო თანხა ყველანაირი შეზღუდვის და შუამავლის გარეშე ზუსტად 30 წამში, იმიტომ რომ იქ არის მყისიერი გადარიცხვები, რომელიც ჩვენთან ეხლა ინერგება და სავარაუდოდ წელიწად ნახევარში ან 2 წელიწადში საქართველოშიც გვექნება მყისიერი გადარიცხვები, მაგრამ ევროპაში ეს დანერგილია. შესაბამისად ეს ბენეფიტი ჩვენ ქართველებს მოუტანე და ქართველებს გაცილებით უფრო სწრაფად
და საკმაოდ იაფად შეუძლიათ ანგარიშწორება მათ ევროპელ ერთგვარი ხიდი გახდებით თქვენ ევროპასა და საქართველოს შორის. ჩვენ გავხდით ეს ხიდი. დღეს ქართველ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ პირს, ასე იურიდიულ პირს შეუძლია ძალიან მარტივად ანგარიშწორება ევროპასთან, როგორც გითხარით, მათ შორის მყისიერი ანგარიშწორება, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არის დაბრკოლება არასამუშაო საათების, დღესასწაულების, ან სხვა რაიმის და არ არის არანაირი შუამავალი ბანკი. ანუ ევროში გადარიცხვა მიდის ზუსტად ისეთივე მარტივად და ისევე და გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხდება ლარში. ანუ არ არსებობს ბარიერები დროსა და სივრცეში. კი ბატონო, საინტერესოა, აი როგორ დაეხმარება პეისერა ბანკი Airbnb-ს მომხმარებლებს დაზოგონ ათეულობით 1000 ლარი და ვიცით რომ ამ მიმართულებითაც არის ბენეფიტები. ამ ნაწილსაც დიდი სიამოვნებით მოვყვები, ესე იგი არის რამოდენიმე დიდი პლატფორმა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა სარგებლობს, მათ შორის უძრავი ქონების მფლობელები და ერთ-ერთი არის Airbnb. Airbnb-დან თანხა თქვენ რომ მიიღოთ, ამისათვის Airbnb-ს კიდე დამატებით დაწესებული აქვს საკომისიო. თუ თქვენ გადმოგაქვთ ეს ფული ქართულ საბანკო ანგარიშზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი საბანკო ანგარიში არის ევროპული, იმ შემთხვევაში თუ თქვენ Airbnb-ში უთითებთ უკვე ჩვენ საბანკო ანგარიშს, ანუ ხსნით ანგარიშს ჩვენთან, რომელიც არის სრულიად ონლაინ და იხსნება ძალიან მარტივად, შესაბამისად აღნიშნული საკომისიო ჩარიცხვის, ანუ მიღების საკომისიოც გეხსნება და გარდა ამისა ზოგავთ დროს. ჩვეულებრივ Airbnb, როდესაც რიცხავს საქართველოში ფულს, ამას უჭირდება 1 ან 2 ბიზნესდღე, ჩვენ შემთხვევაში როგორც წესი ეს ხდება მყისიერად. გარდა ამისა, თუნებას მომცემ სხვა გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებსაც მოვიყვანთ. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჩვენი სტუდენტი დღეს სწავლობს ევროპაში და მათ მუდმივად სჭირდებათ თავიანთი მშობლებისგან და ოჯახისგან მხარდაჭერა. Ну, ზოგადად ბანკებში გადარიცხვები ღირს სადღაც ევროში გადარიცხვა ფიზიკური პირისთვის ალბათ ღირს 30-35 евро, ჩვენ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ 7 евро. ფიქსირებულია, თანხას არ აქვს მნიშვნელობა და თან ძალიან სწრაფად ირიცხება. სტუდენტს სჭირდება ყოველთვიური ფული, გარდა ამისა გაქვთ გადასახდელი იჯარა, გადასახდელი გაქვთ იქ დაზღვევა, უნივერსიტეტის ფული, ჩვენ ჯამში რომ დავთვალეთ მარტო საბანკო მომსახურებით რო გადარიცხო, მარტო ერთი სტუდენტისთვის ეს არის სადღაც 90-დან 100 ევრომდე, მაშინ როდესაც ჩვენ შემთხვევაში სულ ჩაეტევით სადღაც 21-დან 28 ევრომდე და ეს ალბათ ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, აქვე ვიტყვი რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ისიც რომ დაბრკოლება არ გაქვთ, ანუ არ გაქვთ არასამუშაო საათები, არ გაქვთ სხვა დაბრკოლება და შემთხვევაში ისე მიეწყობა ხოლმე ეს დღეები, სადღესასწაულო დღეები, როცა კი ბატონო. ოჯახის წევრს მიეწოდა. ასევე არის ნაკადი პირიქით, როდესაც ჩვენი ემიგრანტები აღნიშნულ ანგარიშებს ხსნიან და უკვე აქეთ აგზავნიან თავიანთვის, ამ შემთხვევაში საერთოდ უფასოა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული და კომფორტის ზონა იქნება ერთგვარი შექმნილი მათთვის. დიახ, და ძალიან ბევრი ადამიანი ამით სარგებლობს, ძალიან მოსახერხებელი არის ეს სერვისები, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. მე მოგახსენებთ, რომ ევროკავშირთან დღეს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა არის ყველაზე დიდი, როგორც ბლოკთან. ის აღწევს სადღაც 4 მილიარდ ევროს და სწორედ ეს არის ჩვენი საბაზრო ის სეგმენტი, რომელთანაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური ბენეფიტი შეგვიძლია მივიტანოთ, როგორც იურიდიული პირების, ისე ფიზიკური პირების ნაწილში, იმიტომ რომ მათთვის ჩვენ საუკეთესო საბანკო მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა. კი ბატონო, და უსრულოდ უნდა ვისაუბროთ, როგორ ეხმარება ზოგადად პეისერა ბანკი საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომ მიიღონ გადახდები ევროპის ნებისმიერ წერტილიდან მყისიერად, ბუნებრივია და როგორ იყენებენ ზოგადად მომხმარებლები ყოველდღიურობაში აი ამ პეისერა ბანკის სერვისებს. ნაწილი უკვე მოგიყევით და დეტალურად ავხსენი. მეორე ნაწილი არის იურიდიული პირები და ჩვენი სტატისტიკაც ამას აჩვენებს, რომ იურიდიული პირებისთვის ასევე ძალიან საინტერესოა ჩვენი მომსახურება. ძალიან ბევრი იურიდიული პირი ხსნის ჩვენთან ანგარიშს და სწორედ ხსნის ამიტომ, რომ მათ უადვილდებათ თავიანთ კონტრაგენტებთან მუშაობა, როგორც იმპორტის ნაწილში, ასევე ექსპორტის ნაწილში. გარდა ამისა,
მოგახსენებთ ესეთ რამეს, რომ კომპანიები, რომლებიც მათ შორის იღებენ მონაწილეობას ევროპულ ტენდერებში და არის ესეთი შესაძლებლობა და ქართული კომპანიები არიან ესეთები, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათ მიუთითონ ევროპული ანგარიში, როდესაც აქედან იქით იღებენ მონაწილეობას და იგივე, როდესაც კონტრაგენტებთან მუშაობენ თავიანთ პარტნიორებთან და ისინი ახერხებენ, რომ მიუთითონ ევროპული ანგარიშები, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა უფრო მარტივდება, იმიტომ რომ გინდათ შეცდომის დაშვების ნაწილში, ესე იგი, კვლავ გავიმეორებ, აი როგორც ლარში თქვენ წერთ მხოლოდ ანგარიშის ნომერს და სახელს თუ სხვა ბანკში რიცხავთ, ასეთივე მარტივი პრინციპით ირიცხება, ნაცნობი პრინციპით, ანუ შუამავალი ბანკი მისამართი იმის მისამართი რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბევრი შეცდომა და მათ შორის საოპერაციო დანახარჯები გაზარდოს, ეს ყველაფერი დღევანდელ დღეს როცა მარტივდება ცხოვრება. კი, ნამდვილად და ეს ამაზე ვართ ალბათ მომხმარებლები განსაკუთრებულად ორიენტირებულები ხოლმე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ Paysera ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან მან არაერთი საინტერესო მომსახურება და პროდუქტი შესთავაზა ქართულ მომხმარებელს და როგორც ვიცით, კიდევ არის ინოვაციური პროდუქტები, რომელსაც უნდა ველოდოთ და რომელიც შესაძლებელია უკვე მოხმარების ნაწილში არის, ასე ვთქვათ. რომ გაგვიზიაროთ ამის შესახებაც ინფორმაცია. კი, დიდი სიამოვნებით მოგიყვებით. ჩვენ უკვე ერთი თვეა, რაც პირდაპირ გაყიდვების წესი დავიწყეთ კორპორატიულ მომხმარებელზე შეთავაზება გადახდის ინიციირების სერვისის. ძალიან საინტერესო სერვისია ეს სერვისი. მოდი განვმარტოთ რა ეს ტერმინი რა. კი, აუცილებლად განვმარტავ. გადახდის ინიციირების სერვისი. რამოდენიმე წლის წინ ძალიან ხმამაღლა დაიწყო მთელმა ქვეყანამ ლაპარაკი იმაზე, რომ ღია ბანკინგის პრინციპები ინერგებოდა ჩვენ ქვეყანაში. ეროვნული ბანკი არის ძალიან მონდომებული ამ მხრივ და ამისი კარგი მაგალითი იყო ის, როდესაც თქვენ საბანკო აპლიკაციაში შეგეძლოთ დაგემატებინათ თქვენივე სხვა ბანკში არსებული ანგარიშები და გენახათ ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთები. და ეს იყო ღია ბანკინგის ინფორმაციის გაცვლის პრინციპი, რომელიც ქართულმა მომხმარებელმა ასე ვთქვათ ნახა. ამის შემდგომი პრინციპი არის ესეთი, რომ ჩვენ შეგვიძლია ბარათით გადახდის ჩამნაცვლებელი გადახდები დავნერგოთ ამ ქვეყანაში, რომელიც არის იმაზე უფრო კომფორტული ვიდრე ბარათით გადახდა და არის 3-ჯერ ან 4-ჯერ უფრო იაფი. და ახლა მოგიყვებით თვითონ პროცესი როგორ გამოიყურება. ხო და რატომ არის ეს განსხვავებები საინტერესოა? კი, ყველაფერს მოვყვები და დაფუძნებულია როგორც გითხარით ღია ბანკინგის პრინციპზე და აქაც გაიაფება ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია იმით, რომ საბარათე ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს და ანგარიშიდან ანგარიშზე ხდება პირდაპირ გადარიცხვა და შესაბამისად ის დამატებითი ხარჯები, რომელიც ახლავს ზოგადად საბარათე ნაწილს არ არის, მაგრამ თვითონ პრინციპი როგორ მუშაობს და ძალიან მალე, ძალიან ვებგვერდზე გამოჩნდება ესეთი ღილაკები. თქვენ იცით, რომ ვებგვერდზე, როდესაც თქვენ რაღაცას შეიძენთ ელექტრონული კომერციის მაღაზიაში, იქ უნდა დააჭიროთ ბარათის გადახდას და შემდგომ აერჩიოთ ის ბარათი, რომელი ბარათიც გადახდათ სულთ. ამ შემთხვევაში შემდგომ უკვე გადადიხართ თქვენ ბარათის შევსების გვერდზე, შეკავთ 16 რიცხვი, შეკავთ თქვენი სახელი, 16 რიცხვი ციფრი თქვენი ბარათიდან, მერე 3-4 რიცხვი თქვენი თარიღების, მერე კიდე CVV კოდი და ბოლოს ადასტურებთ, კიდე კოდი მოგდით და კიდე ადასტურებთ. ეს არის ბარათით გადახდა. ახლა ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში არის ღილაკი, გადაიხადე ციფრულად. თქვენ აწვევით ამ ღილაკს და ირჩევთ თქვენ ბანკს, სადაც თქვენ გაქვთ ანგარიში. აწვევით ამ ბანკს, შემდგომში თუ თქვენ აპლიკაციაში გაქვთ თქვენი ბანკი და სავარაუდოდ თქვენ გაქვთ თქვენ მობილურში თქვენი აპლიკაცია, მობილური ხდება რომ ეს თქვენ ახართ აპლიკაცია იხსნება და თქვენ აპლიკაციაში ხდებათ შევსებული საკადახდო დავალება, რომელსაც უბრალოდ აწვევით დადასტურება არის საჭირო და არა ამდენი რამის სისტემა არის აბსოლუტურად დაცული არის ძალიან ბევრი პროტოკოლით და შესაბამისად როგორც დროის ნაწილში, ისე თვითონ ანგარიშწორების ნაწილში და ფასის ნაწილში არის ძალიან მოსახერხებელი. ყველანაირად გამარტივებული. ევროპაში ეს არის ძალიან პოპულარული მეთოდი ანგარიშწორების. მე ვფიქრობ, რომ ვერ მოვასწარი თქვა, მაგრამ თვითონ Paysera არის დიდი ჯგუფი, რომელიც 9 ქვეყანაშია, მათ შორის ჩვენი საქმეზე გადავედი ჩვენ. ჩვენი და კომპანია არის ლიტვიდან, ჩვენ
2022 წელს, როდესაც ავიღეთ ლიცენზია, ლიტვიდან შემოვიტანე ტექნოლოგიები და ქართული ინვესტიციები მოვიზიდეთ და ამით შევქმნით ბანკი. შესაბამისად, გამოცდილება, რომელიც ჩვენ ახლა შემოგვაქვს ევროპიდან, რომელიც არის კარგად დანერგილი, უკვე კარგად აპრობირებული. ძალიან ცოტა დრო გვაქვს ბიზნესმა რა ნაბიჯები უნდა გადადგას თუ სურს ამ სერვისების გამოყენება და ესე იგი, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ბანკი, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ბიზნეს გახსნას თავისი ანგარიში აბსოლუტურად ონლაინ, მოუსვლელად, თუმცა გვაქვს რა თქმა უნდა ერთი ფილიალი, სადაც ფიზიკურადაც ვემსახურებით. ეს არის წერეთლის გამზირი 2-4, თუმცა ონლაინ ჩვენი ვებგვერდიდან ეს არის შესაძლებელი რომ გაიხსნას. თუ მაგ ერთი წუთი დავამატებ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მოვასწრებთ. თუ მოვასწრებ, გარდა გადახდის ინიციირების სერვისისა, ახალ სერვისს, რომელსაც ვამატებთ, ეს არის გადახდის მოთხოვნის სერვისი. ის შეუძლია გამოიყენოს სულ ყველამ. ანუ ეს არის ძალიან კარგი სერვისი და რას გულისხმობს იმას, რომ დაუშვათ, თქვენ გაქვთ ელექტრონული კომერციის მაღაზია, მაგრამ Facebook-ში გაქვთ და არა გაქვთ თვითონ ელექტრონული კომერციის მოდული ჩაშენებული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ჩვენი კლიენტი და თქვენ Facebook-იდან გაყიდეთ რაღაცა, თქვენ აგენერირებთ ლინკს, რომელსაც მე მიგზავნით. მე ამ ლინკზე ვაწვევი და ისე ხსნია იმ წინა პროცესი, რაც მოვყევი, იხსნება ჩემი ბანკის ანგარიში და იქიდან ვიხდი და ეს ელექტრონული კომერციის მერჩატებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი ეს არის საინტერესო მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთვის, გადახდების შეგროვებისთვის, სადაზღვეო კომპანიებისთვის, ანუ ყველასთვის, ვინც რეგულარულად აგროვებს, გადახდებს მათი მომხმარებლისთვის, ეს არის იდეალური. ძალიან დიდი მადლობა. იმედია, ძალიან საინტერესო იყო და ნაყოფიერი. თქვენი სტუმრობა ჩვენთან და ამასობაში ამოიწურა სამწუხაროდ ასე მარტივად ამოიწურა და სხარტად ამოიწურა ჩვენი დილის ეთერი. გემშვიდობებით.